უკვე დაახლოებით 2 საათია თბილისის იუსტიციის სახლში მიმდინარეობს უმრავლესობის დეპუტატებს შორის კონსულტაციები. ცოტა ხნის წინ აქ მოვიდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში. საუბარი მიდის იმაზე, თუ რა წინადადებებით წარსდგება საპარლამენტო უმრავლესობა ხვალინდელ კონსულტაციებზე ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლებთან. საუბარია საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონზე და იქიდან გამომდინარე კანონპროექტებზე. დღეს უმრავლესობის დეპუტატები მუშაობენ თუ რა უნდა ჩაიწეროს რეგლამენტში, პარლამენტის რეგლამენტში, როგორც ცნობილია, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შედეგად რეგლამენტში უნდა გაიწეროს ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უზენაესი საბჭოს შემადგენლობის 6 წევრი პარლამენტის მიერ წარდგინებით უნდა დაინიშნოს და ამასთანავე იქ გაწერილია, რომ ამისთვის საჭიროა პარლამენტში ხმათა უმრავლესობა. სწორედ ეს სისტემაა, რაზეც კომპრომისისთვის საპარლამენტო უმრავლესობა არის მზად და ისინი ამბობენ, რომ მომზადდება წინადადებები, რომელსაც წარუდგენენ ნაციონალურ მოძრაობას და ისინი ეცდებიან, რომ მაქსიმალურად იყოს საპარლამენტო უმცირესობის და ასევე უმრავლესობის გარეთ მყოფი სხვა დეპუტატების პოზიციები გათვალისწინებული. რეგლამენტით უნდა განისაზღვროს იმ 6 ადამიანის წარდგენის წესი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ირჩევს იუსტიციის საბჭოში. შესაბამისად, დასაწერია რეგლამენტის ცვლილების პროექტი, რომელიც ადეკვატურად ასახავს იმ ყველაფერს, რაზეც შევთანხმდით ჩვენ ვენეციის კომისიასთან ერთის მხრივ და მეორის მხრივ, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ქონდა საუბარი. ვენეციის კომისია და მათ აქვს საკუთარი აზრი და დამოკიდებულება და დაწერეს ის, რაც დაწერეს, რომ უნდა იყოს 2/3. მე გეუბნებით, რომ თქვენ თუ მე მაჩვენებთ საქართველოს კონსტიტუციაში ვინმეს რამეს მსგავს, აი დღესვე მე ვიქნები პირველი ინიციატორი ამის. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პირადად დავწერე კიდევაც პროექტის ვარიანტი იმ მუხლში, რომელიც 2/3-ს ითვალისწინებდა, იმიტომ რომ მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ესეთი კატეგორიული გადაწყვეტილებები რაღაცისთვის ზაობა, წინასწარი კატეგორიული რაღაცისთვის არა, ესე არ არის. საერთო სურვილი არის, რომ ურთიერთშეთანხმების რეჟიმში მოხდეს ამ მნიშვნელოვანი კანონპროექტის კანონად მიღება ისევე როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და მე იმედი მაქვს, რომ რაღაც კონსენსუსს მივაღწევთ უმრავლესობასთან. საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს 2 მოსმენით უკვე მიღებული აქვს, თუმცა არც ერთ ეტაპზე საპარლამენტო უმცირესობას ამ კანონში ცვლილებებისთვის მხარი არ დაუჭერია. უმცირესობა ამბობს, რომ უნდა გათვალისწინებული ყოფილიყო ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, მათ შორის ის რეკომენდაციაც, რომელიც სწორედ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესს ეხებოდა. პირველ რიგში უმცირესობა რასაც აპროტესტებს არის ის, რომ დღეს მოქმედი იუსტიციის საბჭოს უზენაეს საბჭოს შეუწყდეს უფლებამოსილება და მეორე უმცირესობა ამბობს, რომ ისეთი ფორმულირება უნდა იყოს მოფიქრებული, რომ 6 წევრის წარდგინებისას გათვალისწინებული იყოს უმცირესობის პოზიციაც. ჩვენი კონკრეტული წინადადება ძალიან მარტივია, რომ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ და ხელისუფლებამ გაითვალისწინონ სრულად ვენეციის კომისიის დასკვნები. ვინაიდან ამ დასკვნების გაუთვალისწინებების შემთხვევაში ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული პოზიცია ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელობის, რომ თუ ეს არ იქნება სრულად გაზიარებული და სასამართლო რეფორმაში იქნება უხეში ჩარევა, საქართველოს შეექმნება პრობლემები სამეზობლო ვილნიუსის სამიტზე. ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ საათზე გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მოლაპარაკებები ხვალ, თუმცა მხარეები დღეს უკვე ამბობენ, რომ ისინი მზად არიან იმისთვის, რომ ყველაფერი გააკეთონ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კონსენსუსის გზით იყოს მიღებული.